ძირფასი რესურსი, ფული, დრო და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად. როგორ დავეუფლოთ ფულის კეთების ნამდვილ ხელოვნებას? რადიო იმედის ეთერშია ბიზნესი, თორნიკე გურულთან ერთად. ყველას გულთად მოგესალმებით. დღეს 2024 წლის 31 დეკემბერია. დღეს სრულდება 2024 წელი და შემაჯამებელი გადაცემა გვაქვს. გადაცემა ბიზნესი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უსმენთ და უყურებთ ხოლმე. და მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენ რადიო მსმენელებო, ისე როგორც მაყურებლებო, იმისათვის რომ მთელი წელი გვისმენთ, გვწერდით, სხვა ტიპის შეკითხვებს გვისვამდით, თქვენზე მორგებულ თემებს ვარჩევდით ხოლმე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. 2024 წელი რამდენიმე საათში მიიწურება და ამიტომ ვიფიქრეთ რომ კარგი იქნება თუ შემაჯამებელ ეთერს გავაკეთებდით და ამიტომ სტუდიაში მოვიწვიეთ ბიზნეს ინსაიდერის თანფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი. გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით თორნიკე, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს და ძალიან მიხარია რომ წლის ბოლო, ჩემთვის ბოლო ეთერია, თქო სადაც ვარ და თქვენთან ერთად ვარ. თან ბიზნესის საუბარი ბოლო დღეს თითქმის არ ხდება ხოლმე. ძალიან საინტერესო დღეა დღეს, იმიტომ რომ მოურჩება 2024 წელი და მთელი დედამიწა შეხვდება ახალი იმედებით, ახალი სურვილებით, ახალი მოლოდინებით 2025 წელს, მაგრამ მანამდე მოდი შევაჯამოთ 2024 წელი. თქვენ მთელი წლის განმავლობაში ბიზნეს ინსაიდერი წერდა ბიზნესის შესახებ 2024 წელს. რა იყო მთავარი საკითხები, რა იყო მთავარი თემები, რომელსაც გამოყოფთით 2024 წელს? კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივია ვაკვირდებოდით პროცესებს, გვინდა არ გვინდა ვაკვირდებოდით ავტომატურად ამ ჩვენი საქმეა ეს და როგორც სოციალში ისე ასევე მინდა აქედანაც ამ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედს გადაუხადო მადლობა ჩვენი პარტნიორობისთვის, ტელეკომპანია იმედში, იმედის დილაში ბიზნეს ინსაიდერის ყოველკვირეული და კვირაში ორჯერ გადაცემითაც, ასე ვთქვათ, გადაცემის საშუალებითაც საუბრობთ მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე. საინტერესო ეკონომიკური წელი იყო და სხვათა შორის მიუხედავად პოლიტიკურად турბულენტური გარემოს, რომელიც ჩვენ ნახეთ, ახლა თან ემოციური საქართველოა და ყველაფერს თავისი ემოცია აქვს, турბულენციაც ემოციურად турბულენტურია ხოლმე. ასეთ სიტუაციის და მიუხედავად ვიტყოდი რომ ბიზნეს კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ თანამშრომლობდით, ასე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდნენ, საკმაოდ საინტერესო დინამიკა ჰქონდათ განვითარების და ამაზე სხვათა შორის ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რა არის მხოლოდ ციფრები, მაგრამ ნუ ხა ეკონომიკაში, ბიზნესში ნუ ციფრებია, ხა ბუნებრივია და ციფრები საუბრობენ ამ შემთხვევაში და თუ ჩვენ ავიღებთ მათ შორის აი დღევანდელ მონაცემებსაც, რომ ეკონომიკური ზრდის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც ნუ ბუნებრივია ხა პირდაპირ ასახავს ხოლმე ბიზნეს აქტივობის ნაწილსაც, ჯამურად ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 11 თვეში საქართველოში შედგა, ხო არის მათ შორის და უპირატესად სწორედ ბიზნესის აქტივობიდან გამომდინარე და ჩვენ რასაც ვხედავთ საქართველოში და მე ეს ტენდენცია ძალიან მომწონს, ჩვენი დაკვირვებით, მათ შორის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მცირე საშუალო ბიზნესი გააქტიურდა და საკმაოდ თამამ ნაბიჯებს დგავს, ასე ვთქვათ, ხო? ეხლა არავის არ გაუკვირდება თუ მე ვისაუბრებ ჩვენი ისეთ პარტნიორებზე, რომლებიც პირობითად ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილები, გულისხმობ საქართველოს ბანკი იქნება თუ TBC ბანკი იქნება თუ ჯორჯია კაპიტალი, რომლებიც ნუ თავისთავად საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდნენ, თუ დავაკვირდებით აი მიმდინარე წლის დინამიკას, მიუხედავად турბულენტური პერიოდისა, გულისხმობ თქვა აი იგივე მაის-ივნისის ცოტა რთული პერიოდსა თუ ასე შემდეგ, მთლიანად აღმავალი მრუდია, გარდა აი ბოლო ასევე რამდენიმე დღის მოვლენებისა, ხო? მთლიანად აღმავალ ტრენდზე არიან კომპანიები, რაც ძალიან საინტერესოა და სწორედ გუშინ უყურებდი საქართველოს ბანკის და გადაცემაში განვიხილავთ საქართველოს ბანკის და TBC ბანკის, ასე ვთქვათ, მოდით მზარდ დინამიკას მიმდინარე წლის განმავლობაში. საბანკო სექტორი საკმაოდ აქტიური იყო ეს წელი, მაგრამ გარდა ამისა, აი მხოლოდ მსხვილ ბიზნესებზე რო არ ვისაუბროთ, მცირე საშუალო კომპანიები, რომლებიც ასევე ჩვენ საკმაოდ საინტერესო პარტნიორები არიან, მათი დინამიკა იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ამ პერიოდის განმავლობაში და მეც ასევე ციფრობრივი მაჩვენებლებით კიდევ უფრო მეტად ვიმყარებ ხოლმე, ასე ვთქვათ, ჩემ შეხედულებებს, მხოლოდ ასე ვთქვათ, პირადი კომუნიკაციის შეგრძნებები რომ არ იყოს, ციფრობრივ მაჩვენებლებში რომ დაითვალოს, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი. აი ეთერამდე ვსაუბრობდით და პრინციპ შემიძლია ეს თქვა, რომ აი თუ ავიღებთ მაგალითად, ნუ ეხლა იმასაც ვიტყვი რომ პირობითად ბიზნეს ინსაიდერის ცნობადობაც გაზრდილია ამ ნაწილში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ავიღებთ აი გასული წლის დეკემბერს, აი პირობითად დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ჩვენ საუბრობდით ჩვენს პარტნიორებთან შემდეგი წლის
დაგეგმვაზე, პირობთ 20-24-ის დაგეგმვაზე, იგივე პერიოდი არის ახლა, ასე ვთქვათ, წინა დღეები იყო იგივე პერიოდი, მით უმეტეს თან არ უნდა დაგვავიწყოს, აი რთულ ტურბულენტურ სიტუაციაში გამოვლილი პერიოდი, შემიძლია ვთქვა, რომ კერძო სექტორის შემთხვევაში ფაქტიურად არის თითქმის გაორმაგება მხოლოდ დეკემბრის მაჩვენებლით, ასე ვთქვათ, მხოლოდ გარანტირებულ ნაწილში. თითქმის გაორმაგება კომპანიების აქტიურობს, რომელმაც შემდეგი წელი უკვე დაგეგმეს. რამდენიმე სფერო არსებობს ამ მიმართულებით, რომელიც მკვეთრად იზრდებოდა და რამდენიმე სფერო არსებობს, რომელიც მკვეთრად მუხრუჭდებოდა. ჩვენ ვიცით მაგალითად ტურიზმის სფერო, რომელიც ძალიან სენსიტიურია მსგავსი ტიპის ტურბულენტობისა. ჩვენ ყავდა გადაცემაში მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის სფერო, ისინი ახმად ამბობენ იმას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს რაღაცა ტიპის გამოწვევები, რომელიც სტაბილურობას უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში ტურიზმით უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული ადამიანები და ნაკლები ტურისტები ვსტუმრობენ, რაც მკვეთრად აწვება. ასევე ახალი წლების პერიოდი იყო ხოლმე ზოგადად კორპორაციული წვეულებების და მსგავსი ტიპის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი და წელს ძალიან ბევრმა კომპანიამ ეს გაუქმა, რაც თავისთავად იმოქმედებდა იმ ბიზნესზე, რომელიც სარესტორნო ბიზნესის მიმართულებას ანვითარებს საქართველოში და ეს ფიქრობ, რომ რაღაც სფეროები არის, რომელიც აი ამ ტურბულენტობაში მაინც ვერ ვითარდებიან და წინ არ მიდიან და ესეც მგონია, რომ რეალობის რა თქმა უნდა გარდა ამისა, თორემ აბსოლუტურად მოყობს ლოგიკაში ტურიზმზე აუცილებლად ვისაუბრებ, არ გავექცევია ვთქვა ამ ნაწილს, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ფაზებად იყოფოდა ყველაფერი, რაც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ საქართველოს პოლიტიკური მოვლენები განსაზღვრავდა ბევრ რამეს და განსაზღვრავს ბევრ რამეს, მაგრამ ეხლა თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ქართული ნოუ-ჰაუა არა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ეს ასე ხდება პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ბიზნეს ინსაიდერის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური დაკვირვების ბარომეტრია ლარის კურსი, იმიტომ რომ ხალხს ყველა საინტერესო და ბუნებრივად ჩვენს და ტელემედიის ეთერში არაერთხელ ამ თემას ვარჩევდით, თვის განმავლობაში ორჯერ მაინც ლარის კურსს დეტალურად გავდივართ ხო. და ბოლო პერიოდის განმავლობაში არჩევნები იყო, თქვა დროს არჩევნებზე ყველაზე უფრო მეტი საუბარი იყო, რომ აი ჰარს რა მოუვიდა არჩევნები, როგორ იყო მანამდე შენარჩუნებული, მე რა მოვიდა ასე შემდეგ და თან მარტივი რამე ის რომ მხოლოდ ისე არ გვესაუბრა რომ არ არის ეს ქართული და რაღაც სხვაგანაც ასე ხდება, ავიღეთ სამი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური турბულენცია იყო. მათ შორის ორი ჩვენთვის ახლობელი ქვეყანა, გულისხმობ რუმინეთს, სადაც იყო საპრეზიდენტო არჩევნები, გულისხმობ ევროკავშირის კანდიდატ მოლდოვას და ნუ მესამე ქვეყანა, სადაც გამოკვეთილი ესეთი პოლიტიკური სირთულე პროცესები იყო სამხრეთ კორეა. ცოტა იქითაც რო გავწეულიყავთ, მარტო რელევანტური შედარებით რელევანტური მაგალითები, მარტო ევროპის ნაწილი რა ყოფილა. ორ შემთხვევაში, მოლდოვას და რუმინეთის შემთხვევაში იყო საპრეზიდენტო არჩევნები ორივე ამ ქვეყანაში, ნუ დაახლოებით ერთთვიანი დაშორებული ინტერვალით. და სამხრეთ კორეაში იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, ასე შემდეგ რთული პოლიტიკური პროცესი. დავაკვირდით სამივე ვალუტის турბულენციას რა ამ შემთხვევაში როგორ ხდებოდა ვარდნა, ასე ვთქვათ, ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ კიდევ ერთხელ ეს არის ცოცხალი მაგალითები ეკონომიკის ისტორიაში კი არ გვინდა წასვლა, რომ სტანდარტულად ესე ხდებოდა და მე ვიღაცამ ამაზე წიგნი დაწერა. არა, აქ და ახლა ხდებოდა ეს, ზუსტად ერთი თვის წინ, ზუსტად ორი თვის წინ, აქ ამ პროცესებში ხო. ბუნებრივია ეს პოლიტიკური ნაწილი ურტყავს ყოველთვის, ასე ვთქვათ, ამ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და რა თქმა უნდა არის მოწყვლადი დარგები. მოწყვლადი დარგები არის მათ შორის ტურიზმი არის ყველაზე ისეთი ნაწილი გასაგებია და ტურიზმის გეოგრაფიულ არეალში თუ შევხედავთ, აი საქართველოს შემთხვევაში აი სხვადასხვაგვარად ნაწილდება, სხვადასხვაგვარად რეაგირებს, ხო? პირობითად თუ ჩვენ სასტუმრო სეგმენტს ავიღებთ, ხო? კორპორატიულებს თავი დავანებოთ ერთი წუთით. სასტუმრო სეგმენტს რო ავიღებთ, ერთია პრობლემური ნაწილი სასტუმროები, თქვა რუსთაველის გამზირზე, პირობითად რომელიც საინტერესოა. და არა მარტო. მაგრამ აი მეორეა თქვა აი რეგიონების მაჩვენებელს, სადაც აი მაგალითად ჩემი მე რაც ვიცი, ჩემი ინფორმაციით განსხვავებული ვითარება აჭარა-თბილისის შორის, თქვა ამ შემთხვევაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა აჭარაში რატო უნდა იყოს, ასე ვთქვა, განსაკუთრებული აქტივობა, როცა ვთქვათ, ზონურად უფრო თბილისი ითვლებოდა ხოლმე ამ პერიოდში. ბუნებრივია ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესის გავლენა ტურიზმის სექტორზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს ხა დიდად ასე ვთქვათ, დიდად დამამშვიდებელი იმ ადამიანების, რომლებსაც სასტუმრო ბიზნესში თანხა აქვთ ჩადებული და ახლა მე აქედან რადიოდან მეუბნები რომ დიდად არ უნდა ინერვიულოთ, ამით ახლა ვერაფრით ვერ დავამშვიდებ მაინც და მაინც, მაგრამ თუ თქვათ ამას ცოტა ოდნავ ფართო სურათ შევხედავთ, მაინც ხომ ახლა გაგვიჭირდება რომ დავიდეთ ინდივიდუალურად რომელ სასტუმროს ჯავშნები გაუუქმდა ან ასე შემდეგ. თუ ამას ცოტა ფართო სურათში შევხედავთ, აუცილებელია ითქვას რომ
პოლიტიკური ვითარების ეს არ არის ჩემი სიტყვები, ახლა რასაც ვიტყვი, წყაროსაც ვიტყვი, პოლიტიკური ვითარების დაასტაბილურებასთან ერთად, ანუ მოლოდინები პოზიტივისკენ შეიცვლება. ეს არის სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ანგარიში სიტყვა შეიძლება უბრალოდ სიტყვას ვიტყვი რომ თარგმნე, მაგრამ ანუ აი ასეთი კონტექსტით ითარგმნება, რომ პოლიტიკური турბულენცია საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაწყებასთან ერთად მოლოდინები პოზიტივისკენ შეიცვლება. ხო, ცხადია ხა ეს ისედაც Fitch-იც არ ჭირდება ამას, რომ ჩვენც თქვათ რაღაც მომენტში იგივე შეგრძნება გვაქვს, ასე რომ ტურიზმის სექტორში მე გამოცოცხლებას ველოდები და ეს გარდა მაგისა აქაც ვიტყვი კიდე დამატებით ფაქტორებს, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ მომდენო წლიდან საქართველოში არაერთი პირდაპირ ფრენა ემატება ევროპის ქვეყნებიდან. ხო, მათ შორის ხა ჩვენთვის სანატრელი, ასე ვთქვათ, ფრენები ბრიტანეთთან უკვე ორი ავიაკომპანიამ უნდა იფრინოს, მაგრამ შვეიცარიასთან უკვე პირდაპირ ფრენები. ანუ ეს ყველაფერი ხო სინამდვილეში რატო ხდება, ხო არ წარმოგვიდგენია, რომ ბიზნესმენები პროდუქციის გასაყიდად მიდიან თვითფრინავი და ანუ სინამდვილეში მთელი აქ უდიდესი აქცენტი სწორედ ტურისტულ მიმოსვლაზე კეთდება და პირდაპირ ფრენებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისაც, რომ ქვეყანა განვითარდეს. გრანდიოზული, თორემ ხა ტვირთების გადაზიდვისთვის არ კეთდება ეს პირდაპირ ფრენები. ჩვენ ახეთ ვიზი არის ეფექტიც. უნებრივია ვიზი არის ეფექტი, ვნახეთ და ვხედავთ, რომ უკვე იაფი ავიაკომპანიების ნაწილში ვიზი არის თბილისიდან კონკურენტი ეყოლება, რაც აბსოლუტურად არ არის, ასე ვთქვათ, ცუდი მოვლენა ამ შემთხვევაში. ასე მე ვიცი, რომ 2027 წლისთვის იგეგმება იმ ხელშეკრულების დასრულება, რომელიც ტავს აქვს დღეს თბილისში და ახალი აეროპორტის შესახებაც იყო საუბარი. კი, ბუნებრივია ახალი აეროპორტთან დაკავშირებით ჩემი ინფორმაციით, ანუ მთელი რიგი პროცესები დაწყებულია, მათ შორის მოლაპარაკებები, შეიძლება მოლაპარაკება არ არის, მაგრამ მოსინჯვა, ასე ვთქვათ, საუბრები ინვესტორებთან მიმართებაში. ფაქტია და აი ამას ზუსტად ჩემი აზრით, ვინც ხშირად დაფრინავს, ამას კვლევაც არ ჭირდება. თბილისის აეროპორტის გამტარ უნარიანობის პრობლემების ახეზეა, ასე ვთქვათ, ვიტყოდი. ასე მე ტავს ვერ დავადანაშაულებ მადლობის გარდა, არაფერი არ შემიძლია თქვა იმ ნაწილზე ტავთან მიმართებაში, რომ ამხელა ანუ ალბათ ტავი რო შემოდიოდა რაღაც მომენტში ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს ნაკადი, რომელიც ხო ტავი ვერ წარმოიდგენდა იმ მომენტში, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იქნებოდა. პირობითად ხო ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხელშეკრულებაში უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამას ხელშეკრულებაში ტავს ვერავინ არ ჩაუდებდა, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იქნება, თუ რაღაცა ისეთი. ასე ძალიან ბევრი აქტივობები იყო წლების განმავლობაში. ძალიან გაზარდა მოძრაობა, ძალიან გაიზარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტით. შესაბამისად ტავს რაც შეუძლია და რის რესურსაც ახლა იქ არსებული ინფრასტრუქტურა აძლევს მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ გზავრთა ნაკადის ის რაოდენობა, რომელიც დღეს საქართველოში არის და სრულად საუბარია და ძალიან კარგია, რომ ეს დინამიკა უნდა გაიზარდოს, ამდენი ავიაკომპანიის შემოსვლას ბუნებრივია ეს მოყვება. ფაქტია, რომ გამტარ უნარიანობა ამ აეროპორტს ფიზიკურად გაუჭირდება და მე რამდენადაც ვიცი, ასე ვთქვათ, ამ სფეროს სპეციალისტებიდან გამომდინარე რესურსულად მისი ადგილზე გაფართოების მეტი შესაძლებლობა არც არსებობს. 2024-ში მე დავაკვირდი ასეთ ტრენდს ბიზნესში, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოდან ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში მიიღო ბიზნეს კეთების დროს, სხვა ქვეყნებშიც მოსინჯოს. გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები ქართული ბიზნესის მეზობელ სომხეთში, ასევე გვაქვს კარგი მონაცემები ქართული ბიზნესის უზბეკეთში და ცენტრალურ აზიაში და ასევე ევროკავშირის მიმართულებითაც რაღაცა ტიპის ძვრებია. ფიქრობ, რომ 2024 წელი იყო რაღაცა ტიპის გადაფასების წელიც ქართული ბიზნესისთვის, რომ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს უცხოურ ბაზაზე, იმიტომ რომ თქვენ იცით 3 მილიონიან ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს განსაკუთრებული მსყიდველუნარიანობა, რამდენად რთულია წარმოება ბიზნესი, როდესაც გარშემო თუნდაც ცენტრალური აზიის, კავკასიის სხვა ქვეყნების, ევროკავშირის და ასე შემდეგ მიმართულებით უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს და შტაბში მქონდა რომ 2024 წელს ძალიან ბევრმა ბიზნესმა მოსინჯა შესაძლებლობები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. აი მე ერთი რაც 2024 წელს შემიძლია ვთქვა და ამაზე ალბათ წელიც დასრულდეს და გარკვეულ ანალიზს ცოტა მეც გავაკეთებ, მაგრამ ძალიან მინდა რომ ამ თემის ანალიზი გავაკეთო. ეს არის შემდეგი რუსო ბიზნესს საუბრობთ, ჩემი აზრით საქართველოში მიუხედავად турბულენტური ვითარებისა და ზუსტად турბულენციიდან გამომდინარე, მიუხედავად ცალკეულ დარგებში არსებული ვითარებისა, ქართული ბიზნესი, აი რეზილიენს უფრო ისეთ მდგრადობა, ხო, ჩვენ ქართულ ენაზე რო ვთქვათ, ქართულმა ბიზნესმა ჩვენა საკმაოდ საინტერესო მდგრადობა, შეიძლება ასე ითქვას. კიდევ ერთხელ მიუხედავად турბულენტური ვითარებისა, ქართული ბიზნესი დადგა საკმაოდ ძლიერად და მან შეძლო ესეთი საინტერესო კარგი გაგებით ვამბობ თავს ლავირება პროცესებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ტიპის აი
ესეთი ტკივნეული კრიზისები პლუს არჩევნები, რომელიც ბუნებრივად турბულენტურია ხოლმე, ხო, სულ რო გავანებოთ თავი, რომ ესეთი კრიზისული ვითარება შეიძლება არ შეიქმნას. მსგავს ტიპის ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანაში გაცილებით მეტი დარტყმა იქნებოდა ბიზნესთვის, ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ეს რაღაცა ისტორიული მახსოვრებაც არის, ხო, როგორც თვითონ საქართველოს მოქალაქეებსაც ახლა ჩვენთან აი დიდი დემონსტრაცია, ნუ რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ რო ვთქვათ, რომ გვეშინია და ცხოვრება დამთავრდა ვიძახით, ამ დარწმუნებული ვარ, ხა მრავალათასიანი დემონსტრაცია ბევრ ქვეყანაში გაცილებით უფრო ტკივნეულად და დეპრესიულად აღიქმება, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში, ამიტომ საკმაოდ გრადია ბიზნესი ამ კუთხით, აი რა ვიცი, მთელი რიგი შემთხვევების შემდგომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის სასიამოვნოდ გასაკვირი ამბავია, რომ მთელი წლით ბიზნესები ახლა გეგმავენ მათ საქმიანობას, მთელი გაწერილი გრაფიკებით და ახლა ვსაუბრობთ, აი როდის ინტერვიუ ჩავსვათ თუ როდის ეს ჩავსვათ, ძალიან საინტერესო ამბავია, ბუნებრივია თითოეულ ჩვენგანსაც ფორმაში გვაყოლით და რაც შეეხება საგარეო გაფართოების კუთხით, რა თქმა უნდა აღმოჩნდა ქართული ბიზნესი თამამი და როგორც წესი აქ უკვე ჩვენც ვისწავლეთ რაღაცები, როცა საქართველოში რაღაცა წარმატების შესაძლებლობა გააქვს და როცა რაღაცა წარმატებას მიაღწევს საქართველოში უკვე აუცილებლად თვალი გიჭირავს საზღვარგარეთისკენ, იმიტომ რომ მე მგონია რომ უკვე აი ამ მოკლე დროში როდესაც საქართველო დამოუკიდებელია ბევრ რაღაც ვისწავლეთ, განსაკუთრებით რაღაცა თაობებმა ძალიან ბევრ რაღაც ისწავლა. განსაკუთრებით თამამი არიან ახალგაზრდები, რომლებიც აღარ უყურებენ ლოკალურად რაღაცა ტიპის ბიზნესს და უყურებენ უკვე გლობალურად და თუნდაც ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციაც სწორედ იმ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომ ლოკალურად კი არ გააკეთოს, არამედ თემ სოფლიოზე იმუშაოს, რატომ უნდა ვითევზაო პატარა ტბაში, როცა ჩემს ოკეანეში ვითევზაო. აი ჩვენ თუ დავაკვირდებთ ხა ტექნოლოგიებს, აი რა ხე რამოდენიმე სფერო ვთქვათ, ხო იგივე ახსენეთ სომხეთისკენ, უზბეკეთისკენ გაფართოება და ხო ასე ვთქვათ, ქვეყანას მაინც ჭირდება ხოლმე, ასე ვთქვათ, რაღაცა მაგალითების ჩვენება. საქართველოში ჩემი აზრით საბანკო სექტორი არის მაგალითი, იმიტომ რომ ძალიან ევროპულია რა საბანკო სექტორი და ძალიან ესეთი ძლიერია რა, ასე ვთქვათ. საბანკო სექტორი ყოველთვის არის ხოლმე მაგალითის მიმცემი, რომ შეგიძლია რა. ქართული ბანკები არიან ლონდონში წარმოდგენილები, ამდენი ხანი ლონდონის საფუძვლებზე, რაც თავისთავად თქვა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დაფიქსირებულია, სხვანაირად არის დაფიქსირებული. და ქართული ბანკების გასვლა ვთქვათ აზიის მიმართულებით თუ აგერ მეზობელ სომხეთში და საქართველოს ბანკის ისტორიული ნაბიჯი რა ამ შემთხვევაში სომხეთის ამერია ბანკის შეძენასთან დაკავშირებით ბუნებრივია ბევრად გასტიმულირებს რომ უნდა იმოქმედო მაგრამ ახლა ქვემოთ კომპანიებს აღარ დავასახელებ მაგრამ ჩემს საინტერესო ყო ერთ-ერთი კომპანია რომელიც მე ძალიან მიყვარს და სიამოვნებით რა ვიცი პარტნიორობამდე მათი მომხმარებელი ვარ პირველ რიგში რაღაცა ჩეხეთში გახსნა ფილიალი ანუ აი ესენი არიან კომპანიები რომლებიც მე კიდევ ერთხელ არაფერი არ მაქვს თავისუფალი ვაჭრობის საწინააღმდეგო და არც მეზობელი ქვეყნის ბაზრების არც რუსეთის არც თურქეთის ასე შემდეგ მაგრამ უნდა თავისუფალი ვაჭრობა მაგრამ აი კომპანიები რომლებიც პირდაპირ გადიან ევროპულ ბაზარზე ეს აი რამხელა მაჩვენებელია ხო ანუ სარგებლობა ყველა იმ სადებლობით რომელიც არის და სწორად სარგებლობენ ხო ვიღაცები არიან რომლებიც ვერასოდეს ვერ გამოვიდნენ ამ რუსული ბაზა არიან და ალბათ რა ვიცი ეგრე იქნება რა თუ არ გამოაგდეს ხოლმე არ გამოდიან ხოლმე არიან ასეთი კომპანიები მაგრამ აი არიან კომპანიები რომლებიც პირდაპირ და ერთ საინტერესო თემა კიდე რელოკაციაში აი ვახსენოთ საქართველოსდან მუშაობა ხო რელოკაციის კუთხით ანუ რამდენი IT კომპანია შემოვიდა საქართველოში დიდი მსხვილი ასე შემდეგ და IT სექტორის მომსახურებას თუ ჩავხედოთ ვის უწევს საქართველოს ძალიან დაბალი პროცენტია საქართველოში მყოფი კომპანიები რომლებიც საქართველოში ახორციელებენ სერვისს უდიდეს ნაწილ შემთხვევაში ხდება სერვისის გაწევა შეერთებულ შტატებში დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირის ბაზარზე სამი მსხვილი მიმართულება გვაქვს საქართველოში ადამიანები არიან კომპანიები არიან საქართველოში ფუნქციონირებენ და იმსახურებიან ევროპას, შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს. აი როგორი საინტერესო თემა, ნუ ეხა აქ რა თქმა უნდა, საგანსახადო შეღავათებია ფანტასტიკური საქართველოში. სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა. ისეთ საგანსახადო შეღავათება, რომელიც საქართველოშია, ძალიან ცოტა მოიძებება. მაგრამ აი ბევრი ხომ უნდა რომ აი რელოკაციის შედეგად ხო აი რაღაცა რუსეთის შეჭრის მერე უკრაინაში რაღაცა რელოკაციურად აი საქართველოს აირჩიეს კომპანიებმა, მათ შორის თუნდაც იმ მეწარმეებმა და ასე შემდეგ ხო და აი ბევრი ხომ უნდა რომ აი ხა ეს არის ერთჯერადი ეფექტაცია მაგრამ საქართველოში როცა ხდება გარემო როდესაც მას შეუძლია რომ უკეთესად იმუშაოს უკეთესი გადასახადები გადაიხადოს ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ამ დაბალი გადასახადები ქონდეს და ხო მათ შორის საინტერესოა რომ ხა ბევრ ისეთ თანაბარ ზომად დედაქალაქთან შედარებით ასევე ცხოვრების ხარჯებიც ეფექტური აღმოჩნდა რა საქართველოს შემთხვევაში და ანუ საქართველოს შეძლო რომ დაამაგრა ეს ადამიანები თუ ეს კომპანიები საქართველოში რაც ასევე ესეთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ მათ აღარ უნდათ ასე ვთქვათ ამ ცვლილების განხორციელება პირიქით ეს იმდენად საინტერესო кейსია რომ ახლა არასოდეს არ უყვართ ხოლმე
სახელმწიფო მოხელეებს გადასახადების ამკრეფებს განსაკუთრებით ვიტყოდი ასე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის მე მგონი ის ბიძგი, რომელმაც უნდა შევხედოთ, ხომ სხვა სფეროებში სხვა არ შეგვიძლია ცოტა მეტი საგადასახადო შემოსავლების, ასე ვთქვათ, შემცირების ტენდენციისკენ წასულიყო. რომელიც ასევე ინვესტორებს გააძლევდა, ვიცით, რომ საქართველოში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ინვესტიციების მიმართულებით როდესაც турბულენტობა რამდენჯერ მეახსენეთ და турბულენტობა არის ინვესტიციების კუთხით, არც თუ ისეთი სახარბიელოა ხომ იმ ქვეყანაში ინვესტირება, სადაც турბულენტობა არის ხოლმე. ერთ-ერთი საინტერესო რაც გამოიკვეთა და ყველა კვლევა ადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ძალიან კარგად დაიწყო განათლების ინდუსტრიაში ფეხის მოკიდება საერთაშორისო რუკაზე. ალბათ ეს თბილისსაც შეეტყო უკვე, იმიტომ რომ ამდენი უცხოელი სტუდენტი, რომელიც დღეს საქართველოშია, მე არ მახსენებდა 20-24 წელი ამ მიმართულებითაც იყო გამორჩეული. გამორჩეული იყო ძალიან სხვა მიმართულებებით, თუ ადრე მხოლოდ მედიცინის მიმართულება იყო პოპულარული ამ უცხოელ სტუდენტებს შორის, დღეს მარტო მედიცინა აღარ გახდა მათთვის საინტერესო და ჩვენ ვიცით, რომ ბიზნესის მიმართულებით და სხვა მიმართულებით და ისინი საერთო ჯამში ქმნიან ძალიან დიდ საზოგადოებას და საერთო ჯამში თუ დავაკვირდებით ამ ციფრებს, ერთ-ერთი დიდი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკისთვის სწორედ ის ფული, რომელიც უცხო სტუდენტებს შემოაქვს საქართველოში. აი, სტუდენტების ნაწილი ძალიან საინტერესო თემაა, ბუნებრივია და ეს არის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა იქცა პირველ რიგში უნივერსიტეტებისთვის და ჩვენ თუ დავაკვირდებით ხომ უნივერსიტეტების განვითარების ტენდენციებს, ეხლა უამრავი უნივერსიტეტი, მათ შორის ჩვენ ნაცნობები, ასე შემდეგ, უამრავი უნივერსიტეტმა დაიმატა თავდაპირველად სამედიცინო მიმართულება. სწორედ იმიტომ, რომ ეხლა უცებ იყო რომ რაღაცა თითქოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იყო, ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კუთხით, ასე ვთქვათ, უფრო ისეთი ფლაგმანი, გასაგებია სადმოდიოდნენ, მაგრამ იმდენად კერძო უნივერსიტეტებმა კარგად აუღეს ალღუდეს ეს კერძო სექტორის უპირატესობაზე მეტყოლებს ხოლმე და მივესალმებით თალსახად ამა კარგად აუღო ალღო აი ამ მოთხოვნას რომელიც მომდინარეობდა ვთქვა თუნდაც სამედიცინო სკოლებთან თუ ფაკულტეტებთან მიმართებაში რომ ძალიან ბევრმა უნივერსიტეტმა რომელიცაც აბსოლუტურად თუნდა რომ არ იყო მისი პროფილი სამედიცინო მიმართულება არ დავასახელებ უნივერსიტეტებს ხომ უცებ გაიჩინეს სამედიცინო მიმართულებები და ეს ძალიან საინტერესო თემაა მაგრამ ამასობაში აი რას თქვენ თქვით აბსოლუტურად სწორად ამასობაში ამ ყველაფერმა სტიმული მისცა რომ მოდი თუ სამედიცინო არის რატომ არა სხვა დარგები გასაგებია სამედიცინოს ცოტა სხვა კონკურენტული უპირატესობა ქონდა დიპლომების ნაწილში ასე ვთქვათ ამ კუთხით ვიდრე მაგალითად ბიზნეს სადაც ნუ ხე კონკურენციაში უკვე მაინც ევროპული უნივერსიტეტები აღმოსავლეთ ევროპის განსაკუთრებით შემოდიან მაგრამ მიუხედავად ამისა ვხედავთ ამ ტენდენციის განვითარებას და ხშირად ითვლიან ხოლმე ამ ეფექტს რომ აი უნივერსიტეტებმა მიიღეს შემოსავალი არა და არც ერთ შემთხვევაში გალთაგარც საკმაოდ საინტერესო კვლევა და ჩემთვის ხეს კვლევები ყოველთვის შოლოვანია ხოლმე და გალთის კვლევებზე მართლა ვგიჟდები იმდენად კვალიფიცირებულად აქვს ხოლმე გაკეთებული და იქ ჩანს რამდენად მაღალი შემოსავლები არის უნივერსიტეტების გარეთაც ანუ ამ ადამიანების მხრიდან აი ამ ახალგაზრდების მხრიდან თუ მათი ოჯახების მხრიდან გადახდილი ხომ ეხლა იმიტომ რომ ჩვენ დავაკვირდებით იგივე ბინების გაქირავების ნაწილს ხო ეს ადამიანები ფიზიკურად სადღაც ცხოვრობენ ხო ნუ ეს არა მარტო ცხოვრობენ არამედ საქართველოში ჩამოდიან თუნდაც იმ ავიახაზებით იკვებებიან თელი ციკლია ასე ვთქვათ შეიძლება ასე ვთქვათ აი ამ არა მარტო ისინი ჩამოდიან მათი ოჯახის წევრები ჩამოდიან რაღაცა პერიოდში ნახულობენ ეს კიდე ტურიზმის ყალათას ავსებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფია ბუნებრივ აბსოლუტურად და გარდა მაგის ახლა მე ყოველთვის რა ვიცი განსაკუთრებით ყოველთვის მინდა ხოლმე რა თუ მე მაქვს ხოლმე რაიმე ტიპის შეხება აი ამ ადამიანებს განსაკუთრებით ანუ ვასი ამოვნო იმიტომ რომ წარმომიდგენია რომ ეს ადამიანები არიან მე გარკვეულწილად ისეთი კარგად მოსაუბრეები საქართველოს შესახებ ასე ვთქვათ ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ჩვენ რაც მეტი უცხოელი სტუდენტი ისწავლის საქართველოში ეს იმას ნიშნავს რომ მომავალწელს კიდევ უფრო მეტი უცხოელი ჩამოდა კმაყოფილი იქნება ამიტომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის турბულენტობა რასაც თქვენ ჯამური ეფექტია ასეც იყო ანუ დაიწყო განსაკუთრებით აქტიურად სამედიცინო უნივერსიტეტმა, იმიტომ რომ ეხლა მე სადღაც იქ ვცხოვრობ და მიმდებარე არეალს სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე არეალს ძალიან კარგად ეტყობოდა ასე ვთქვათ ინტერნაციონალიზაციის ხარისხი, თუმცა მე ვეღარ ვიტყვით რომ ეს იყო მხოლოდ მაგრამ მარტო თბილისში შენიშნება ეს ტენდენცია, არამედ
ქუთაისში თუნდაც დიდ საუნივერსიტეტო ქალაქებში ბათუმშიც არის უკვე ამ მიმართულებით რაღაცები და მგონია რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება ეს მიმართულება მთავარია რომ იმასაც მიექცეს ყურადღება რომ ის დიპლომები რომელიც საქართველოში გაიცემა აუცილებლად იყოს საერთაშორისო აღიარებული რათა ეს თუ კითხვის ნიშნის ქვეშ ზოგადად დადგა ნუ გასაგებია რომ ეს პირველ რიგში პირდაპირ დაარტყავს ასე ვთქვათ ამ თემასთან მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდე ხო ჩვენ სამედიცინო ვახსენთ და ეს ძალიან მომწონს რაც სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული იქნა ნაბიჯები ამ კუთხით რომ ზუსტად იმიტომ რომ ვალიდურობა დიპლომის ვალიდურობა არ გაჩნდეს ამ შემთხვევაში სამედიცინოს ნაწილში კითხვის ნიშნის ქვეშ მთელი რიგი რეგულაციები რომელიც ევროპულ მოთხოვნებთან არის საბამისობაში არა მხოლოდ ზოგადად ბოლონის პროცესთან მიმართებაში არამედ ზოგადად მოთხოვნები არის რომ სამედიცინო სფეროს სპეციალისტი როგორი უნდა იყოს ეს მოთხოვნები ჩაუდო ასე ვთქვათ სახელმწიფომ ჩაუდო ესე სიტყვა ხო აუსახა კერძო ვაჩურს კერძო უნივერსიტეტებს ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება სათანადო პრაქტიკა იმიტომ რომ ცხადია მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში რომ უნივერსიტეტები არა მხოლოდ ესე ზოგადად თეორიულად და კაბინეტურ ნაწილს არამედ ისინი კონკრეტულად მოქმედ რეალურ კლინიკებთან იყვნენ პარტნიორობაში და მე ვიცი რომ ამ შემთხვევაში უნივერსიტეტებს მოუწიათ რამოდენიმე უნივერსიტეტი შემიძლია რაც მე თვითონ შეხება მქონდა მოუწიათ საკმაოდ სოლიდური ინვესტიციების განხორციელება და დააპარტნიორება მათ შორის ეს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან ან თვითონ შექმნა რაღაცა ფორმის იმიტომ რომ ეს რელევანტური პრაქტიკა უზრუნველყოთ და რაც ნუ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ისე კი არ ხდება რომ აი უბრალოდ გავიზარდეთ და აუდიტორიაში გავზარდეთ სტუდენტების რაოდენობა არამედ მათ რაღაცა ადეკვატური განათლება მივცეთ იმიტომ რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს დადგა კითხვის ნიშანი რომ ეს ხალხი სადიღებს ამ პრაქტიკას ან ასე შემდეგ და ეს დიპლომი ხო არ არის უბრალოდ რაღაცა ჭყალებში ხო ფურცელი და რაღაცა საბჭოთა კავშირის დროს მომიტყოდნენ ხო ცეხავი კურმი დგომასთან ხომ არ გვაქვს საქმე არა და არც ერთ შემთხვევაში ვინაიდან ბუნებრივად თეორიის სტუდენტის უკან უნდა იდგეს ის ბაზა ის სამეცნიერო შედეგები რომელიც გაწერილია და ეს შედეგები უნდა იყოს საერთაშორისო აღიარებული და აი ამ საერთაშორისო შედეგებზე და მაგას აქვს განგრძობადი ეფექტი და ჩვენც ვისწავლეთ რაღაცები ინგლისური ენა მგონია რომ ეხლა აღარ არის ესე დიდი გამოწვევა რომ ინგლისურ ენაზე ასწავლოთ თუნდაც ან ინგლისურ ენაზე ცხოვრებაც თბილისში მგონია რომ აღარ არის ესე დიდი გამოწვევა იმიტომ რომ თითქმის ყველა მიცის დღეს ძალიან დიდმა რაოდენობა მოსახლეობის ყველას ვერუტყვი. მე აი ისეთ საინტერესო პროცესებს შევსწრები ვარ ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში რომ მათ შორის ასე ვთქვათ მეც არა ვარ პატარა ასაკის ასე მაგრამ აი ჩემზე თუნდაც 20 წლით უფროსი ადამიანიც კი ანუ იმდენი ინგლისურით ესაუბრება ხოლმე ეს იმიტომ ვამბობ რომ იქვე ცხოვრობ ანუ ახლო არეალში მიწევს ასე ვთქვათ უცხოელი სტუდენტების განსაკუთრებული სტუდენტების ინდოეთიდან ერთად ხშირად მოხვედრა სხვადასხვა იქნება ეს მაღაზიაში იქნება თუ ავტოსამრეცხაოში იქნება აი ყოფით საკითხებს რომ აი იმდენად მიხარია რომ აბსოლუტურად მინიმუმ ერთმანეთს ჩვეულებრივად აგებინებენ ხო ეს სამდროში მე ამ ეს ადამიანი როცა წავას არ უგარი თითქოს რომ კი ამ ქვეყანაში აბსოლუტურად შეიძლება ცხოვრება კი აბსოლუტურად მე ევროპის ცენტრი ქვეყანაში საყვარელ ქვეყანაში მიჭირს ხოლმე გაგებინება მაგრამ ჩვენ რაღაც პატარა ერი რო ვართ უფრო მოქნილები კი გაცილებით ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კომპონენტიც ბიზნესში რომ ბიზნესი ვერ იარსებებს თუ არ ყავდა კვალიფიციური კადრები. ჩვენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ვერ გეტყვით რომ ამ გადაცემაში იყო ერთი ბიზნესი კი მაინც რომელიც არ უჩიოდა პერსონას და ამ პრობლემას. რა იყო ის გამოწვევები რომელიც 2024-ში ჰქონდათ ბიზნესებს და ბოლო წლებია აქვთ ბიზნესებს ამ მიმართულებით. აი ერთი რამ აი ღიათ უნდა ვთქვა და აქაც კვლევას მოვიშველიებ, ერთი რამ ღიათ უნდა ვთქვა რომ ფაქტია რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით და ეს არის აი განათლების სამინისტროს და ბიზნესის დიალოგის ძალიან სერიოზული გამოწვევა ჯერ კიდევ ვერ შევძელით ბიზნესის მოთხოვნის და შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფა განსაკუთრებით პროფესიული მიმართულებით და აი მოკლედ ვიტყვი აი ბაგის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევა რომელიც არის ბაგ ინდექსი BAG ინდექსი რომელიც ყოველთვის აჩვენებს ხოლმე ძალიან საინტერესო ტენდენციებს და მათ შორის ერთი მიმართულება ეთმობა ხოლმე სწორედ აი პერსონას და ძალიან საინტერესო ტენდენცია რომ წლიდან წლამდე პირიქით იზრდება ბიზნესის მხრიდან დასახელებული პრობლემა კვალიფიციურ მუშახელთან დაკავშირებით. ნუ საქართველოში გვაქვს უმუშევრობა. კი. და ტრენდსაც თუ დავაკვირდებით ძალიან ბევრი ბიზნესი ამ გადაცემაში საუბრობდა იმის შესახებ რომ საზღვარგარეთთან ცდილობენ ადამიანური რესურსის მოძიებას. მე დიდი კომპანიები არ მახსენდება რომელიც ჩემს გარშემო ოპერირებენ რომელსაც არ ყავდეთ რაღაცა მიმართულებებით უცხოელები დასაქმებულები. განსაკუთრებით ეს სამშენებლო ინდუსტრიას ეხება
როდესაც ფიზიკურად ვერ პოულობენ ბიზნესი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმუშავებენ სხვა მიმართულებით სამშენებლო ინდუსტრიაში და ალბათ ესეც 2024-ში რაღაცა ტიპის გარდამავალი ტრენდული იყო, რომ საქართველოში და რა მარტო ლოჯისტიკის მიმართულებით ალბათ ბევრი ნახავდა კურიერებს გზაში, რომელიც არაქართული ენობნები არიან, ბევრი ტაქსით უმგზავრია, როდესაც ტაქსის მოწოს არც ერთ სიტყვას არ ცოდნია ქართულად და ესეც შრომით გადავეკიდე სამრეცხაოებს, სადაც მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მუშაობს, ყოველ შემთხვევაში იმ არეალში, სადაც მე მიწევს ხოლმე, ასე ვთქვათ, მანქანის მიყვანა და შემ ძალიან ბევრი უცხოელი. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევის ნაწილია 2024-ის, მე ვფიქრობ 2024-ში ბიზნესმა და მე თვითონ რასაც შევესწარი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და სახელმწიფომ ბევრი ისაუბრეს ამ თემაზე და ამ პრობლემის ირგვლივ ძალიან ბევრი ისაუბრეს, ძალიან ბევრი კუთხით გვაქვს სამუშაო და მე მგონი ჯამში ყველა შეთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ყოფნის კომპანიების მიერ შექმნილი ტრენინგ ცენტრები გადამზადებას, შემდგომ საჭირო კვალიფიციური მუშახელს და საჭიროა პროფესიული მიმართულებით კიდევ უფრო მეტის გაკეთება. თუ ჩვენ პროფესიული მიმართულება არ გავაძლიერებთ, ანუ მუდმივად პრობლემა ექნება სამშენებლო სექტორში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზარდი სექტორია ქვეყანაში. სამშენებლო სექტორში პრობლემები არ ილევა კვალიფიციურ მუშახელთან დაკავშირებით და მეორე სხვა უდიდესი გარღვევა გვაქვს ამ კუთხიდან პროფესიული ტექნოლოგიების კუთხიდან საინჟინრო მიმართულებით და ასე შემდეგ. კი ბატონო და არ ყოფნის ეს ვითარება და აი სხვა შორის რამოდენიმე საინტერესო რეფორმა რომელიც განათლების სექტორში დაიწყო და მნიშვნელოვანია რომ ეს ხორციელდება. მთელი შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ რომ არ ჭირდება რაღაცას 4 წლიანი ბაკალავრიატი და 2 წლიანი მაგისტრატურა, როცა შეიძლება ამ ვადების შეცვლილება ამაზე კი ბატონო და მთელი რიგი შემთხვევაში მთელი რიგი პროფესიები ზოგადად ანუ პროფესიულშია გადმოსატანი ვიტყოდი ასე ვთქვათ, ვიდრე საბაკალავრის დიპლომის აუცილებლობა საჭირო ხა პროფესიები რო არ გამებრაზდნენ აღარ ჩამოთვლი, მაგრამ ბიზნესის გარშემო ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მთელი ეს არის ნამდვილად ბიზნეს გამოწვევა. კი, ნუ ეს რეალურად გამოწვევა და ანუ ის თემა რომ აი დიპლომი აუცილებლად საჭიროა ესეთი უდიპლომოს ასე ესეც შეიცვალა. ეს ნაწილი მე მგონი ქართული ფილმები ასახავენ ხოლმე ძალიან ისეთ საინტერესო რეალობას სარკეში ჩახერხებს და დიპლომის საჭირო. მთელი ფიქრობ რომ პროფესიული განათლების დიპლომი არანაკლებ წონადი და მნიშვნელოვანია გააჩნია. სისტემატური სტრუქტურირებული ცოდ ძალიან მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო სფეროში და მე როგორც საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენელი ერთ-ერთ სიტყვას ვერ დაწვა იმის შესახებ რომ დიპლომი არ არის მნიშვნელოვანი. ბუნებრივია ხა მე რომ იმას მოუწოდო ასე ვთქვათ დოქტორის დიპლომზე გასულმა კაცმა რომ იმას მოუწოდო რომ დიპლომი არ აიღო თქო გას პირველ რიგში არაკეთილ სინდისიერი ვიქნები. აქ უბრალოდ მე იმას რომ პროფესიული განათლება იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ცხოვრების რაღაცა ჩვენთან ხო როგორ არის და ჩემი თავიდან დავიწყებ რომ აი პირველ რიგში აი ბაკალავრიატი დავამთავრე, მოდი მაგისტრატურა, მოდი ბარემ სადოქტორო შემთხვევაში გადააზრება არ ხდება ხოლმე საფეხურიდან საფეხურამდე რა გვინდა და რა გვჭირდება და აუცილებლად სკოლა დავამთავრე თუ არა სასწრაფოდ უნივერსიტეტში. როდესაც შესაძლოა პროფესიული განათლების გარკვეულმა ნაწილმა გაცილებით უფრო კარგი სამსახური გამიწიოს ცხოვრებაში, შემდგომ სად როგორ უნდა განვითარდა. ჩვენთან სამწუხაროდ აი კომუნისტების პერიოდიდან წამოვიდა ეს თემა, ახლა კოლეჯი ითვლებოდა ყოველთვის დამამცირებელთ, ახლა კოლეჯში თუ სწავლობდი, არ და ზუსტად პროფესიების მთელი რიგი ნაწილი საჭიროებს სწორედ ამ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ კოლეჯურ სწავლებას თუ ზოგადად პროფესიული განათლების მიმართულებას, ასე რომ ძალიან მაგარი თემა ამაზე შეგვიძლია. სწავლა არის უმნიშვნელოვანესი. სწავლა არის გადაწყვეტა და იმ საქმეში პროფესიონალიზმი რა თქმა უნდა ხა. მე არ არსებობს ამოწურვად სწავლა, ანუ სწავლა არის სიცოცხლის ბოლომდე და მუდმივია. საკუთარ საქმეში პროფესიონალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ დიპლომი ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის პროფესიული განათლების ასე სკოლის თუ ასე შემდეგ ამაზე არ ვსაუბრობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი. დიპლომის უკან რა დგას შემთხვევაში არაფერი. ხო, ეხლა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა პროფესიის ადამიანს, მათ შორის ტაქსის მძღოლს, მაგრამ პირობითად ტაქსის მძღოლის ორ დიპლომზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის დანიშნულების ადგილზე მე მიყვანოს. ვიდრე ვისაუბრო ფიზიკაზე, ქიმიაზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ ის რასაც ვაკეთებთ, იმ საქმეში პროფესიონალიზმი არის განსაკუთრებული, ამიტომ არსებობს ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში სტანდარტები, რაც უნდა იცოდეს ტაქსის მძღოლმა, ეს არის მაგალითიისთვის. ყველა ქუჩა რომ უნდა იცოდეს და გამოცდომ და ქრის ჩაბარება. ეხლა შემოვიღოთ ჩვენთან, შემდგომ ნახოთ რა მოხდება, მაგრამ და თუ რა მოხდება მის პირველადი დახმარების კურსები უნდა იცოდეს და ბევრი რაღაცები უნდა იცოდეს. ამ სტანდარტებთან საქართველოში იმდენ რამე ვერ წარმოგოდგინა რომ სწრაფად მეორე სხვა ეს უნდა თქვათ ეხა რაღაცაზე გვიკურს ხოლმე რომ აი ამას შევძლებ თუ არა იმდენად სწრაფად ხდება და არ უნდა დაგვაუწყოს
ახალგაზრდა თაობა, რომელიც არის საოცრად მოქნილი, საოცრად ადაპტირებადი და მომავალიც მათია. კი, აბსოლუტურად. და რადგან ჩვენ საერთოდ დროს სრულდება, მოკლედ უნდა გავიხედოთ ხვალ უკვე 2025 წლის 1 იანვარია და რა პროგნოზები გაქვთ 2025 წელს? რა იქნება მთავარი აქცენტები თქვენი აზრით 2025 წლის ბიზნესისთვის? ჩემი აზრით ის რა ტენდენცია საქართველოში არის, რომ კლიანტი და პროდუქტი დავიწყე და მაგით გავაგზავნებ, რომ საქართველო გახდა არა ერთ მიმართულებაზე დამოკიდებული ქვეყანა, როგორც ეს ხდებოდა რაღაც გარკვეულ დარგებზე, არამედ საკმაოდ დივერსიფიცირებულია დღეს თუ ავიღებთ ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა, როგორც იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ძალიან დივერსიფიცირებულად, განსხვავებით თუნდაც აი 5-6 წლის წინანდელი პერიოდიდან აღარ აქვს 12 წლის წინანდელი პერიოდიდან გამოდა. აი ძალიან საინტერესოდ იზრდება ამ კუთხით. ჩემთვის და ძალიან კარგია ამ კუთხით მესიჯურად შეხო აქაც ციფრებს მოვიყვან აი თუ ავიღებთ აი შედარების პერიოდს პირობითად აი 10-12 წლიან პერიოდებს თუ ავიღებთ აი პირობითად თუ ავიღებთ 2000-2012 წლებს და თუ ავიღებთ 2012 და 2023 წლებს ამ განსაკუთრებით DCFTA-ის და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ამას მინდა ხაზი გაუსვოს ყველანაირად რომ დაითვალოს ეს ყველაფერი ანუ DCFTA ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ღრმად და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ საქართველოს ვაჭრობა აი პირობითად წინა 10 წელთან შედარებით შემდგომ 10 წელიწადში გაორმაგდა ევროკავშირთან, აი გაორმაგა, ძალიან დიდი მაჩვენებელია თქვა, გაორმაგების მაჩვენებელი, მაგრამ არა საკმარისი ბუნებრივია, ხო? მე მაგალითად მაქვს მოლოდინი და ვისურვებდი უყურებ რა კომპანიების კარგი გაგებით საერთაშორისო გაფართოებას, ექსპანსიას, მე ვისურვებდი რომ კიდევ უფრო მეტი კომპანიის საქმიანობა გახდეს საერთაშორისო, ასე ვთქვათ, და კომპანიების განვითარების ნაწილში დიდი როლი დაიჭიროს ინტერნაციონალიზაციამ, უპირველესად რა თქმა უნდა, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ გაცილებით დიდ რესურსს ხედავ დღესაც ევროკავშირი და საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობის ფარგლებში არსებული ასე ვთქვათ შესაძლებლობების ათვისების კუთხით ვიდრე ჩვენ აგვითვისებია ხო ეს არის ხოლმე ხანდახან უდნავ გრძელი გზა აი ენის ცოდნა ვახსენეთ და აი ახალგაზრდები რატო გადიან უფრო ადვილად ევროკავშირის ბაზაზე ვიდრე მეზობელი ქვეყნის ბაზაზე იმიტომ რომ ენის პრობლემა აქვს ნაკლები აი მე ვისურვებდი რომ გაცილებით უფრო კარგი გაგებით აგრესიულად ავითვისოთ ასე ვთქვათ ის ბაზრები სადაც რომელიც ერთის მხრივ სყიდულობით უნარიანობით გამოირჩევა და მეორეს მხრივ არის სტაბილური და ნაკლებად პოლიტიკურად ანგაჟირებული ვიდრე სამეზობლო გასაგებია განსაკუთრებით და სადაც კანონი არის უზენაეს და ადამიანი არის უზენაეს და დაცულიც ხარ და ბიზნესის დაცულია და არ ელოდება პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გავნა რაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მაგალითად მეზობელი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნის შემთხვევაში არაერთხელ ვნახეთ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება არ აინტერესებდეს შენი ეკონომიკური მიმართულებები და წესები ხო ასე რომ წესი აი გვინდა სადაც წესი ამ კუთხით და ვისურვებდი მეტ ქართულ ბიზნესს ევროკავშირის მიმართულებით გაფართოების ნაწილში კიდევ ერთხელ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ევროკავშირს საქართველოსთან ერთად ძალიან ჭირდება ჩინეთი და ეს არავინ არ წარმოიდგენს რომ არ ჭირდება და საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა კონტინენტზე და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ რომელსაც ერთის მხრივ ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობა აქვს ევროკავშირთან და მეორეს მხრივ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ეს არის ის შესაძლებლობა და ის ფუნქციაც რომელიც ჩვენ გამოგვდიოდა ხოლმე ამბობენ რომ ისტორიულად არა ვარ ისტორიკოსი მაგრამ ჯერა ისტორიკოსების და ეს ფუნქცია ჩვენ შეგვიძლია რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად შევასრულოთ და ამას ვისურვებდი რომ მეტი საერთაშორისო როლი უნდა ავიღოთ მეტი ინვესტიციები მეტი საერთაშორისო წარმატებები ქართულ ბიზნესს ეს 2024 წლის ბოლო გადაცემა ბიზნეს ინსაიდერის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მყავდა დღეს დღევანდელ ჩვენს ეთერში სტუმრად ჩვენ შევაჯამეთ წელი ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ იყო 2024 წელი რამდენიმე საათში უკვე 2025 წელი იქნება მე კიდევ ერთხელ მოგილოცავ ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო 2025 წელს გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ამის შემდეგ ძალიან ბევრ წარმატებებს ბიზნესში და პირად ცხოვრებაში. უერთდები თორნიკეს წარმატებებს გისურვებ და მადლობა რომ დამპატიჟეთ ამ ბოლო გადაცემას ძალიან პოზიტიური განწყობით. მრავალ ახალ წელს.